$2016 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაგეგმილია დიდი და წმინდა კრების მოწვევა. ასეთივე კრების ჩატარებას გეგმავდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო 1930 წელს წმინდა ათონის მთაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით 1926 წელს არქიმანდრიტმა ფილოთეოს ზერვაკოსმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც დღესაც მნიშვნელოვანია. 1925 წლის 31 დეკემბრის წმინდა კრების 23 საბუთში ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვაგვარი საკითხები, რომლებიც წამოაყენეს მსოფლიო კრებაზე განსახილველად. ეს კრება მომავალში ათონის წმინდა მთაზე უნდა შედგეს. თითქმის ყველა ის საკითხი, რომელთა შესახებად მსოფლიო საპატრიარქო საუბრობს, მოციქულთა, მსოფლიო თუ ადგილობრივი კრებების წმინდა და საღმრთო კანონებით არის განხილული. თუკი თანამედროვე წმინდა მამებს ამაში ეჭვი ეპარებათ, მაშინ მათ გულდასმით და ყურადღებით უნდა გამოიკვლიონ საღმრთო კანონები და ეკლესიის წმინდა პიდალიონი, წმინდა კანონებისა და მათი განმარტებების კრებული. ასე რომ ფიქრობთ, სავსებით აზრს მოკლებულია მსოფლიო კრების მოწვევა იმ საკითხების გამო, რომლებზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და ღვთაებრივი მოციქულების, ღვთივგამბრძნობილი მამებისა და ეკლესიის უდიდესი მოძღვრების მიერ დადგენილია წმინდათა წმინდა კანონები. გარდა ამისა, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, მისი სინოდი და ზოგიერთი სხვა იერარქიც თვლიან, რომ ეკლესიაში რეფორმების გატარებისა და სიახლეების შემოტანის უფლებამოსილებას ფლობენ, უკვე აქედან უეჭველად გამომდინარეობს ის, რომ მათ რაღაც ძალზე სახიფათო აქვთ განსაზღვრული, რითაც საკუთარ თავსაც საფრთხეში იგდებენ და ქრისტეს ეკლესიის სისავსესაც ზიანს აყენებენ. კრება, რომელიც კვალდაკვალ არ გაჰყვება მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, არამედ პირიქით მათ შეცვლასა და რეფორმაციას შეეცდება, ვერასოდეს მოიპოვებს ავტორიტეტს და ვერასოდეს მიიღებს კანონიერი კრების ან და მსოფლიო კრების სახელწოდებას. ჭეშმარიტი კანონიერი მსოფლიო კრება არასდროს გაქელავს არც ერთ დადგენილ კანონს, არასოდეს ასწავლის მათგან რაიმე განსხვავებულს. ის უკვე დადგენილის წინააღმდეგ სხვას აღარაფერს დაადგენს და არავითარ სიცრუეს არ შემოიტანს. ის მხოლოდ ხანგრძლივ ბრძოლას ეწევა. წმინდა მარკოს ეფესელი. ცრუ მსოფლიო კრების სახელი და კვაზი ავტორიტეტი მოიპოვა კონსტანტინე კვიპრონიმოსის დროს ხატთაყვანისცემის წინააღმდეგ გამართულმა ვლაქერნის კრებამ, ასევე ფლორენციის კრებამ. იგივე ბედი ეწევა იმ კრებასაც, რომლის ჩატარებასაც ათონის წმინდა მთაზე აპირებენ. კოპრონიმოსის დროს მოწვეულ კრებას ბილწი ეწოდა და მასში მონაწილე მღვდელმთავრები მეშვიდე მსოფლიო კრებამ განკვეთა, ხოლო ფლორენციის კრება დღემდე ცრუ კრების სახელითაა ცნობილი. ეს უკანასკნელი დაამხო და მისი გადაწყვეტილებები უარყო ერთადერთმა მიტროპოლიტმა, უწმინდესმა მარკოს ეფესელმა. დაუშვათ, რომ დადგენილმა მომავალმა კრებამაც მიაღწია თავის მიზანს და მისთვის სასურველი კანონები დაადგინა. დაუშვათ ამ დადგენილებებს ყველა უსამღვდელოესი მღვდელმთავარიც დაეთანხმა და ამრიგად მათ შეცვალეს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარი, პირველი მსოფლიო კრების განწესება პასკალიის შესახებ, რაც ანტიოქიის კრების თანახმად განკვეთით ისჯება. თქვათ გააუქმეს, ან შეცვალეს წმინდა მოციქულებისა და მამების მიერ დადგენილი მარხვა და სიახლეები შეიტანეს ამ საიდუმლოებებშიც. მაგრამ იქნება კი ეს კრება ჭეშმარიტი. დარჩება კი მისი გადაწყვეტილებების შეურყეველი. განა ქრისტიანები პატივს მიაგებენ ამგვარი კრების განჩინებებს. არა მგონია.
და თუ ეს მამები პატივს არცემენ და არა დაგდებენ ღვთაებრივ მოციქულთა გადაწყვეტილებებს, წეს კანონებსა და ტრადიციებს, ითვალწუნებენ წმინდა მამათა დადგენილებებს, მასშტაბად მათ ვინღა მიაგებს პატივს. ვინ იქნება ისეთი მართლმადიდებელი, თუ კი მას წმინდა მამების მიმართ სულ მცირეოდენ ირწმენა და კეთილკრძალულება გააჩნია, რომ ასეთ კრებას ცრუ კრება არ უწოდოს. მაგრამ ზემოხსენებული კრების დადგენილებებმა ხალხის ცოდვების გამო კიდევაც რომ შეიძინონ ძალა, მაინც არ დააყოვნებს და უეჭველად ჩატარდება სხვა კანონიერი კრება, რომელიც ანათემას გადასცემს ამ თავყრილობას, რათა ის კრების სახელით აღარც კი იწოდებოდეს. ზუსტად ისევე როგორც მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაგმო ხატმბრძოლები, ხოლო წმინდა ფოტის დროს გამართულმა კრებამ კი ლათინები. მოდით ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა უნდა იღონოს პატრიარქმა ბასილმა თავის სინოდთან და სხვა იერარქებთან ერთად, რათა მათ თავიანთი სიახლეებით ქრისტეს ეკლესიაში მხელვარება და შფოთი არ შემოიტანონ, არ გახლიჩონ, არ განყონ იგი და ღვთისა და ადამიანების რისხვა არ დაიტეხონ თავს. ჩვენი აზრით, მომავალ მსოფლიო კრებაზე უეჭველად უნდა განიხილონ შემდეგი საკითხები. პირველი, რათა განიკვეთონ და აეყაროთ ხარისხი იმ მღვდელმთავრებსა და კლირიკოსებს, რომლებმაც ცხადად ამ ფარულად აღარ სრულეს სასიკვდილო ცოდვები, რითაც მათ საღმრთო და წმინდა კანონების მიხედვით თვითონვე წაართვეს საკუთარ თავს მღვდლობის უფლება. რამე თუ წმინდა ბასილი დიდისა და სხვა ღვთაებრივი მამების შეხედულების თანახმად ქრისტეს ეკლესიას წადია, რათა მღვდლები უმანკონი და წმინდანი იყვნენ. ამრიგად სამღვდელო დასის წევრებს წმინდა კანონების შესაბამისად უნდა დაესხათ ხელი და ისინი არა მარტო განათლებულნი, არამედ სათნოებებით შემკულნი, თავშეკავებულნი, უბიწონი, სარწმუნოებისა და წმინდა მამათა ტრადიციების ერთგულნი და მტკიცე დამცველებიც იყვნენ. მეორე, რათა განკვეთილ და განკითხულ იქნან მცონარებაში მყოფი ის ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც არ იღწვიან და არ ქადაგებენ ღვთის სიტყვას, არ მოძღვრავენ თავიანთ სამწყსოს, არამედ საკუთარი ფარა მგლებისთვის ჰყავთ მიგდებული. მესამე, რათა განკვეთილ იქნას ის მღვდელმთავრები, რომლებიც დიდ მარხვასა და ოთხშაბათ პარასკევის მარხვებს ახსნილებენ, რითაც ეწინააღმდეგებიან მოციქულთა 69 კანონს. ეს კანონი მოგვიწოდებს, თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, კერძო დიაკონმა, წიგნის მკითხველმა, ამ გალობელმა წმინდა 40 ან 4 და პარასკევი არ იმარხოს, განიკვეთოს, თუ ხორციელი უძლურებით არ იყოს შეპყრობილი, თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს. მეოთხე, რათა განიკვეთოს ის, ვინ წმინდა კანონებსა და წმინდა ტრადიციებს უგულებელყოფს, როგორც ამას მოითხოვს კონსტანტინე პორფიროგენეტის დროს გამართული კონსტანტინოპოლის კრების შემდეგი დადგენილება. მას, ვინც უგულებელყოფს იმას, რაც განსაზღვრულია წმინდა და საღმრთო კანონებით, რომლებიც განამტკიცებენ ეკლესიას და განაშვენებენ ქრისტიანულ მოქალაქეობას, მიჰყავთ რა იგი ღვთაებრივი კეთილკრძალულებისკენ. ანათემა. მეხუთე მსოფლიო კრებაც იმპერატორ იუსტინიანესადმი მიწერილ წერილში შემდეგს განაწესებს. წმინდა მამათა დადგენილების თანახმად, სიკვდილის შემდეგაც უეჭველად ანათემას გადაეცნენ ისინი, ვინც სარწმუნოების ან წმინდა კანონების მიმართ სცოდავს. ნახე საყვარელო, რა შემაძრწუნებელი სიტყვებია. ხოლო მეშვიდე მსოფლიო კრება თავის საქმეებში შემდეგს განაჩინებს. მას, ვინც უარყოფს წერილობით ან ზეპირ გადმოცემას, ანათემა. მეხუთე,
მათ ვისაც მართლმადიდებელ ეკლესიაში სიახლეები და ახალი წესები შემოაქვს, მეშვიდე მსოფლიო კრების პირველი დადგენილების თანახმად აეყაროთ ხარისხი, ანდა ანათემას გადაეცნენ. მეექვსე, რათა აღდგეს საეკლესიო კალენდარი იმ სახით, როგორც ის წმინდა მამებმა გადმოგვცეს. აი რა არის აუცილებელი, საჭირო და სასარგებლო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და სათნო ღვთისათვის. ხოლო როდესაც სიახლეები შემოაქვთ და წმინდა ღვთაებრივი კანონების რევიზიას იწყებენ, ამით შფოთს, მღელვარებას, უთანხმოებას, ჩხუბს, მტრობას, სიძულვილსა და სხვადასხვა სახის ბოროტებას თესავენ, რასაც თან უეჭველად ღვთის რისხვა მოჰყვება. რამე თუ სადაა შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე, ამბობს იაკობ მოციქული. ზუსტად ამგვარადვე, პასექისა და სხვა დღესასწაულების დასაკანონებლად, წმინდა მღვდელმთავრებს არ მართებთ მზის, მთვარისა და სტიქიების, გარებისა და წყლების შესახებ ბჭობა. ეს მათი ღირსებისთვის შეუფერებელია. და ყოველივე ამით ასტრონომები და ფიზიკოსები დაკავდნენ. ეს ყველაფერი მათ გადავცეთ, როგორც მეცნიერებს. მაგრამ არა იმიტომ, რომ თითქოს ისინი სრულყოფილნი და უზადონი იყვნენ. ანდა მათ წმინდა მოციქულებზე და წმინდა მამებზე მეტ უპირატესობას ვანიჭებდეთ. ღვთაებრივმა მოციქულებმა წინასწარ განჭვრიტეს ამ წმინდა კანონებიდან განდგომა და სურდათ რა ეკლესია და მღვდელმთავრები დაეცვათ ამ სიახლეებისგან, თავიანთი წმინდა კანონების ბოლო სიტყვაობაში საჭიროდ მიიჩნიეს ჩაეწერათ. ეს კანონები განწესებულია ჩვენს მიერ თქვენთვის, ო ეპისკოპოსნო, ხოლო თქვენ თუ ამას დაიცავთ, ცხონდებით და მშვიდობა გექნებათ. ხოლო თუ ეურჩებით, დაიტანჯებით და მუდმივი ბრძოლა გექნებათ ერთმანეთში და ურჩების შესაფერისი სასჯელიც დაგედებათ. მეშვიდე მსოფლიო კრება კი თავის პირველ კანონში შემდეგს განაცხადებს. გავიხაროთ ამით, როგორც დიდძალ ტყვეთა ხელში ჩამგდებმა. ხიარულებით გამტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველ მხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განწესებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმინდა მსოფლიო კრებებისა, განჩინებების დადგენისათვის შეკრებილი ადგილობრივი კრებებისა და წმინდა მამების მიერ. ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დაადგინეს, რაც უმჯობესი იყო. ვინც მათ შეაჩვენეს, ჩვენ შევაჩვენებთ. ვინც განკვეთეს, ჩვენც გავუნკვეთთ. ვინც უზიარებელ ყვეს, უზიარებელ ყოფთ. ვინც განაკანონეს, ჩვენც აგრეთვე განვაკანონებთ მათ. აი ამგვარი გახლავთ წმინდათა წმინდა კანონებისა და საღმრთო ტრადიციების შესახებ ღვთაებრივ მოციქულთა და წმინდა მამათა დადგენილებები. ახლა კი პატრიარქს უფალ ბასილს მარხვებთან დაკავშირებით საკუთარი კანონების შექმნა განუზრახავს და აცხადებს. დღეს ახალი, ჩვენთვის მისაღები კანონები უნდა შევქმნათო. ისინი ამბობენ, რომ არა არ სასუფეველი ღვთისაი, საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმინდითა. და რომ მარხვა, მღვიძარება და ლოცვა ზეციური ნიჭების მოსატყვევებელნი არიან. ჩვენ კი შევქმნით ისეთ კანონებს, რომ თავისუფლად ვთქვათ, ჭამეთ და სვით, ნუ იმარხულებთ და ნუც მორჩილებას გასწევთ. და სასუფეველი ღვთისა ეს არ საჭმელ და სასუმელ. ნუ ივლით მარხვის იწრო და საჭირველი გზით. არამედ კბობისა და განცხრომის ფართო და ვრცელ გზაზე იარეთო. ქებას შეგასხამ თქვენ, წმინდანო მამანო, ამბობს პატრიარქი ბასილი, დავაკანონებთ არა იმგვარ კალენდრებსა და პასექს,
როგორც ეს პირველი მსოფლიო კრების 318-მა ღმერთშემოსილმა მამამ დაადგინა და 7-მა მსოფლიო და სხვა ადგილობრივმა კრებებმა შეუცვლელად შემოინახეს. არამედ ისეც, როგორიც მოგვესურვება ჩვენ და თანამედროვე ასტრონომებს, თანამედროვე მეცნიერების შესაბამისად. ამ ვითარებაში ის გადაგვჩენია, რომ ან ჭეშმარიტებას და ღვთისმოსაობას გულჩათხრობილი დუმილი ვამჯობინოთ შიშისა თუ კაცთმოთნეობის გამო. ან და განვაცხადოთ მსგავსად აიაქსისა ტროას ომში რომ მიმართავდა არგოსელთ, სირცხვილი არგოსელებს. იმ დროს, როდესაც ჩვენი სარწმუნოება გამალებით იბრძვის შიდა თუ გარეშე მტრებთან, იმ დროს, როდესაც საბერძნეთის საზოგადოებაში უსჯულოება, სიხარბე და სხვადასხვა უნებები მძვინვარებენ, როდესაც ის სრულ მდუმარებას და გულგრილობას მოუცავს ყოვლადუწმინდესი პატრიარქი სინოდის ზოგიერთ წევრებთან ერთად ზის და მზესა და მთვარეზე, ბუნების სტიქიებზე, ქარებსა და წყლებზე ბჭობს, კამათობს კალენდარსა და პასკალიაზე, მარხვასა და ყოველ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც წმინდა მოციქულებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა უკვე დაადგინეს კანონები, რათა ისინი შეუძვრელად და უცვალებლად დარჩნენ. მათი დამარხვა და ზედმიწევნით შესრულება უდიდეს აუცილებლობას წარმოადგენს. მაშინ, როცა მათი უგულებელყოფა ყოვლად გაუმართლებელი და ზიანის მომტანი გახლავთ. ვინაიდან ის უსარგებლო პაექრობას, კამათებს, ბრძოლას, მტრობას, უთანხმოებებს, შურსა და ძვირის ხსენებას იწვევს. საბოლოოდ კი განხეთქილებები და ერესები შემოაქვს. ჩვენ კი უმეცარნი და არაბრძენნი მომავალი კრებისთვის მეტად საჭიროდ მივიჩნიეთ, რათა ყოველივე ეს მსჯელობის საგნად იქცეს. ვიღაცა, ბრძენი და განათლებული, თვლის რომ ეკლესიის სასიკეთოდ და მისი ეკონომიისთვის სხვა რამ არის აუცილებელი და სასარგებლო. ამას განსჯით, ღვთის შიშითა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვამბობთ. ასევე მართებულად მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის განხილვას ხელი უნდა მიჰყონ და საკუთარი აზრი გამოთქვან არა მარტო მღვდელმთავრებმა, არამედ მღვდლებმაც, არქიმანდრიტებმა, მღვდელმონაზვნებმა, ბერებმა, ერისკაცთანგან სათნოებით შემკულმა ღვთისმეტყველებმა, დოგმატებში განსწავლულმა ადამიანებმა, სარწმუნოების, წმინდა კანონებისა და ტრადიციების ქომაგებმა და თავგამოდებულმა დამცველებმა. და ამრიგად ერთსულოვნებით, მშვიდობით, სიყვარულითა და თავმდაბლობით სწორედ მათ აზრს მივანიჭოთ უპირატესობა. ვინაიდან სწორედ ის იქნება თანხმიერი ჩვენი ეკლესიის კანონებისა და ტრადიციებისა. პირველ მსოფლიო კრებაზე არიოზის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს არა პატრიარქებმა და ეპისკოპოსებმა, არამედ უბრალო დიაკონმა, სრულიად ახალგაზრდა ჭაბუკმა ათანასემ და თავმდაბალმა სპირიდონმა. ასეთი რამ სავსებით შესაძლებელი გახლავთ, რადგან თუ კი კრებაზე მხოლოდ მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ისინი სრულიად მარტო აღმოჩნდებიან და ცხადია საკითხებსაც თვითონვე წამოაყენებენ და საკუთარი ვნებების მოთხოვნილებისამებრ შესაბამის კანონებსაც თავადვე დაადგენენ. მსგავსად ძველი ბერძნებისა, თავიანთი ვნებების სადარ ღვთაებებს რომ ქმნიდნენ და ამით საკუთარ მიზნებს ანხორციელებდნენ. სამწუხაროდ არიან ისეთი ეპისკოპოსები და სამღვდელო დასის სხვა წევრები, რომლებიც არც კი დაფიქრებულან იმაზე, რომ ცხონების მოსაპოვებლად მარხვის, მღვიძარებისა და ლოცვის გზით სიარულია საჭირო. ამიტომ საკმარისია ყური მოჰკრან რაიმეს მარხვასთან დაკავშირებით, რომ უმალვე მღელვარება იპყრობთ და მისი გაუქმების სურვილი ეუფლებათ. ასეთები ცხადია, თუ კი საამისოდ რაიმე საშუალება იარსებებდა, თვით ხელდასხმის შემდეგაც კი არ იტყოდნენ უარს ქორწინებაზე. ხოლო რა კი რესტორნებსა და კაფეებში სიარულით წადიათ, ამიტომ გრძელი თმები და ანაფორაც აწუხებთ
და მათ შეცვლასა და გაუქმებასაც ესწრაფვიან. სწორედ ამ მიზეზთა გამო პატრიარქებს, მღვდელმთავრებსა და მღვდლებს უთუოდ ესაჭიროებათ კანონიერი კრება, რათა ისინი როგორც დამპალი ასოები მოჰკვეთონ ეკლესიას და განაგდონ. სოფლიო და ადგილობრივი კრებები ქრისტეს სამწყსოდან ხომ განასხამენ გადამდების ნეულებით დაავადებულ მგლებსა და მკრეხელ ერეტიკოსებს. მათ ნაცვლად კი ნამდვილ მწყემსებს დაადგენენ, რომელიც ღირსებითა და ჭეშმარიტებით დამწყსავენ თავიანთ ფარას. სამღვდელოება მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით აღიწევა მისთვის შესაფერი სიმაღლეზე, რაც განაბრწყინებს კიდეც ღვთისმოსაობას და მართლმადიდებლობასაც მთელ ქვეყნიერებაზე გამფენს. თქვენ ნამდვილად არ ცდებით ძვირფასო ძმებო, დღესდღეობით ასე რიგად აღზევებული უსჯულოებისა და ერის ხალხის მხრივ სამღვდელოების ამ შესამჩნევი ათვალწუნების მიზეზი მართლაც ის კლირიკოსები არიან, სიახლეებით გატაცებულნი იესო ქრისტეს ეკლესიაში რევიზიას რომ აწყობენ, ახალ წესებს ნერგავენ. ეს ბატონები საჭიროებენ ამ სიახლეებს, ვინაიდან ჩვენი ეკლესიის წესჩვეულებებს, კანონებსა და ტრადიციებს არ მისდევენ და სამღვდელოებაში განხეთქილება შემოაქვთ. ხოლო რა კი მათ უღირსად განვლეს მღვდლობის სარბიელი და აწუხებთ ანაფორა, გრძელი თმა, მარხვა, ლოცვა, წმინდა წერილის კითხვა და თვით ეკლესიაც კი. აი რაც გვთავაზობენ. მოდით, თავიდან მოვიცილოთ ეს ეკლესიური იერსახე, რათა ხალხს ღვთისგმობის მიზეზი არ მივცეთ და მათი მხრიდან ღირსეულ და სათნო მოძღვართა სიძულვილი და დაცინვა არ გამოვიწვიოთ. ბოლოს კი შევქმნით აზრს, რომ ჩვენ ისეთივე მოწყალენი ვართ, როგორც ღმერთი. მათ, ვინც ათონის წმინდა მთაზე გამართულ მომავალ მსოფლიო კრებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, წინასწარ მართებს მომზადება და ამ საკითხების შესწავლა, რომელთა განხილვასაც ამ კრებაზე აპირებენ. მართებს ასევე, რომ კრებამდე სინანულით, აღსარებით, მარხვითა და ლოცვით განიწმინდოს თავი, განსაკუთრებით კი გულწრფელი აღსარებით. ვინაიდან სამწუხაროდ მღვდელმთავრების უმრავლესობა არასოდეს აბარებს აღსარებას. ასე ემზადებოდნენ კრებისთვის წმინდა მოციქულები და წმინდა მამები და მათზე ყოვლა წმინდა სული გადმოდიოდა. თუ კი მომავალი კრების წევრებიც ასე მოიქცევიან, მათზეც გარდამოვა სული წმინდა და კრებაც კანონიერი იქნება და ყველა მართლმადიდებელი მიიჩნევს მას წმინდა კრებად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ შეისწავლიან საკითხებს და მოუმზადებელნი და განუწმენდელნი მიბრძანდებიან კრებაზე, მაშინ ეს კრება ცრუ და არაკანონიერი იქნება და მის დადგენილებასაც არავინ მიიღებს. საღვთო მადლი ყველაფრის მკურნალი არის. ყველა შეიძლება შეცვალოს და აქედან გამომდინარე ჩვენს თუ ეშმაკი გვაწვდის აზრებს, რომ შენ ცოდვილი ხარ, შენ არაფერი არ გეშველება, არ არის ასე. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი ცოდვის მქონე წმინდანი არსებობს. ისინი ჩვენაირი ცოდვილები იყვნენ, მაგრამ მთავარი არის მონდომება, მთავარი არის ნაბიჯის გადადგმა უფლისაკენ, სინანული. სინანულზე თუ დავაფუძნებ ჩვენ სულიერ ცხოვრებას, ჩვენ ნამდვილად საღვთო მადლს მივიღებთ. მადლი, რომელიც ცვლის ადამიანს, რომელიც ზრდის სულიერად. და ნამდვილად აი თქვენ იცით, რომ დღეს აი წაკითხული სახარებიდან თქვენ მოისმინეთ, რომ იღვიძებდითო, უდმივად იღვიძებთ, რამე თუ როდესაც თქვენ არ გგონიათ, რომ სწორედ მაშინ შეიძლება უფალი მობრძანდესო. ეს არის სულიერი სიფხიზლე, სულიერი წვრთნა სულის. იყო მაგალითი იმისა, რომ ერთი სახლი დაშენდა კლდეზე, მეორე ქვიშაზე. ქვიშაზე დაშენებული სახლი მოვარდა ნიაღვარი და გამოუღო ძირი და დაინგრა, დაიშალა. და დაცემა იყო ფრიად დიდიო. ესე იგი, აი სწორედ ჩვენ ქვიშაზე კი არ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი სულიერი სახლი, არამედ კლდეზე და კლდე ეს არის სარწმუნოება. მტკიცე სარწმუნოება. მიშობულობა არ შეიძლება. აი დღეს ამას დაუშვებთ, ხვალ მსხვას დაუშვებთ და მერე თანათავრობით ჩვენ სუსტებით.
რომც მოვისურვოთ მე გამოსწორება, ამის ძალა აღარ გვეყოფა ჩვენ, რომ ჩვენ გამოსწორდეთ და ღვთისათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად ჩვენ უნდა ვაძლიერებდეთ ჩვენ სულიერ ცხოვრებას. სულიერებაში წინსვლა უნდა გქონდეს. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ჯერ რა დროს ეს არის, ჯერისა და თქვენ იცით, ყველა არის სამქვეყნდა გასული. ახალგაზრდაც, ბავშვიც, მოხუციც, ჩვენ არ ვიცით თვალი როდის მოგვიწოდებს, როდის გავალთ ამ ქვეყნიდან. ამიტომ მუდმივად უნდა ვხიზლოდეთ. მუდმივად უნდა ვეუბნებოდეთ ჩვენ თავს, რომ დღეს ბოლო დღე არის ჩვენ ცხოვრებაში. და თუ ასე ვიცხოვრეთ, ამიტომ ჩვენ აღარ შევწოდავთ. და ვიცხოვრეთ ღვთისათნო ცხოვრებით. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, სულიერი სიფხიზლით გეცხოვროთ და ღვთის მადლით და დღევანდელ წმინდათა ლოცვით ღმერთმა ღვთისათნო ცხოვრებით გაცხოვროთ. ჩვენთან არის ღმერთი.